მე არ მგონია რომ ამ ადამიანს ეთქნება საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ რომელი პროცედურითაც არ უნდა იყოს არჩევა პირდაპირ დემოკრატიით, ანუ პირდაპირ არჩევნებით თუ იმ ფორმის არჩევნებით, რომელიც ახლა ჩატარდა, არალეგიტიმურია, არაფერი არ დგება, ანუ ხელისუფლება არ დგება არალეგიტიმური პროცესის შესაბამისად არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმური არის ის ადამიანები, ვინც ეძახიან თავიანთ თავს ხმოსნებს, ანუ მთავრობა, არალეგიტიმური არიან ხმოსნები და ბუნებრივია, რომ არალეგიტიმურიდან ვერ წარმოიქმნება ლეგიტიმური სტრუქტურა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტი. აი რა პროცესი ვნახეთ დღეს საკანონმდებლო ორგანოში, რას ადევნებდა არა მხოლოდ ქართული ხალხი, არამედ მსოფლიო თვალყურს. რაღაცა დაჯგუფება, რომელსაც ასე მოიხსენიებენ, დაჯგუფებად მოიხსენიებენ, ხო, ჩვენი პარტნიორები არ ეძახიან მათ არც მთავრობას, არ ეძახიან მათ არც ხელისუფლებას, დე ფაქტო ხელისუფლებასაც არ ეძახიან, ისინი ეძახიან ამ ჯგუფს ქართულ ოცნებას, ანუ დაჯგუფება ქართულმა ოცნებამ აიღო და ჩაატარა რაღაცა პროცედურა, რის შედეგადაც ვიღაცა ადამიანს დაარქვა საქართველოს პრეზიდენტი. იგივე წარმატებით შეეძლოთ აერჩიათ დალაი ლამა, ან რომის პაპი, ან ვინც გინდათ. შესაბამისად, აქ არაფერი რეალურად არ მოხდა. რეალობა არ მოხდა, იყო რაღაცა პროცესი, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. ჩვენ ვნახეთ შემდგომში ასევე როგორ ულოცავდნენ და როგორ ეხვეოდნენ ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის წევრები ყაველაშვილს და ულოცავდნენ თითქოს გამარჯვებას, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ესეც სასაცილოა და სასაცილოა ისიც, რომ ოპოზიციის ადგილებზე ჩასვეს თავიანთი ადამიანები, ქართული ოცნების წევრები, ხომ? ანუ რამდენჯერმე ცდილობს დაარღვია ქართულმა ოცნებამ კონსტიტუცია. როდესაც შედიხარ ფარსში, მერე რაღა მნიშვნელობა აქვს, ამ ფარსს მერე უკვე გემოვნების თემაა, რა აბსურდს განახორციელებს შენ ამ კონტექსტში. ხა ეგ უკვე გემოვნების თემაა, რას გააკეთებ, იმიტომ რომ ნებისმიერი ეს ქმედება უკვე ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია. შესაბამისად, ახლა რა ფორმით მიულოცავენ თუ რა ფორმით გამოხატავენ იმას რაღაცა ტყუილ ემოციას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმის თქმა მინდა, რომ რეალურად დღეს არაფერი არ მომხდარა სახელისუფლებო ან სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საქართველოს. ჩატარდა რაღაცა ესეთი პროცესი, რომელსაც რეალურად შინაარსი არ გააჩნია. ამაზე ეს არის თავიდან ბოლომდე მთელი ეს ამბავი. დღეს ირაკლი კობახიძემ ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ თქვა ასეთი რამე, რომ 20 წელია საქართველოს არ ყოლია ფსიქიკურად გაწონასწორებული და პატრიოტი პრეზიდენტიო. ამაში მოიაზრებოდით თქვენც და აი ყაველაშვილი არის თურმე ფსიქიკურად გაწონასწორებულიც და პატრიოტიც მაშინ, როდესაც ვნახეთ როგორ იყო ფსიქიკურად გამოსული მდგომარეობიდან საკანონმდებლო ორგანოში არაერთხელ და მისი მხრიდან აგრესია, ძალადობა, გინება და ასე შემდეგ. მხოლოდ ამით დაამახსოვრა საზოგადოებას მან ეს თვისი ციტატას თქვენ მოიტანეთ, როდესაც რეალური პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ან რეალური პრეზიდენტი იყო, მაშინაც რეალური პრემიერ-მინისტრი იყო, მაშინაც არ უკეთებდი კომენტარს და ეხლა რაღაცა ადამიანის განცხადებაზე რა კომენტარი გავაკეთე, მართლა არ ვიცი. არ ვაკეთებ მაგ ადამიანზე კომენტარს. ბატონო გიორგი, ეხა აქ შემოაყენეს სატვირთო ავტომობილი, როგორც ჩანს, აი ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებისთვის აპირებენ რაღაც ტექნიკური დეტალები გაიარო, ხომ? ანუ დედაქალაქის მერი, როდესაც ხარ და ხედავ რამხელა პროტესტი, რა მასშტაბის პროტესტია შენს დედაქალაქში, შენს ქალაქში თბილისში. ამის მიუხედავად იცი, რომ აი ეს არის პროტესტის მთავარი ეპიცენტრი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. იქ სადაც ასისხლიანებდნენ ადამიანებს და სიკვდილამდე მიყავდათ ისე სცემდნენ, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს და აქ უნდა ამ კონცერტის მოწყობა. არის თუ არა ეს ღია პროვოკაცია თბილისის მერისგან, რომ აქ რაიმე სახის დაპირისპირება იყოს და ესეთი პროვოკაციებით ცდილობს თუ არა ხელისუფლება ამ საპროტესტო აქციების გაშავებას და მარგინალიზებას? ანუ ახლა გაშავება და მარგინალიზება ნამდვილად ვერ მოხდება. აი თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები გარდა იმისა, რომ გამოდიან ყოველ დღე აქ და აფიქსირებენ ევროპის გულისცემას საქართველოს
აი ესეთ თავარ გამზირზე. ამის გარდა თქვენ ხედავთ რომ იგივე ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხო? პატარა ქალაქებში, დიდ ქალაქებში, სოფლებში ხალხი გამოდის. ისინი ამის პარალელურად დღეს აი მაგალითად დღეს იყო აი მთასთან დაკავშირებული პროფესიების მარში, ხო? აი გუშინ იყო და სხვა კიდე პროფესიული კავშირების მარში. ანუ წარმოგიდგენთ ადამიანებს იმდენად უნდათ რომ თავის პოზიცია დააფიქსირონ რომ სხვადასხვა და ახალი ფორმებით ამბობენ უარს ამ ფარსზე. და მე თავიდან იყო აღებული ეს ტაქტიკა რომ ყოფილიყო დაჩაგვრა და დარბევან, დაინახა აი მე-14 დღეს დაინახეს რომ ეს აბსურდია და პირიქით ეს ხალხს პირიქით უფრო ააქტიურებს. მე ვფიქრობ არ ვიცი ხა რა პროვოკაციას აწყობს ან რა დაპირისპირებას აწყობს და ხა მარგინალიზაცია კომედია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისინი ჩაკეტილები არიან რამდენიმე შენობაში გარშემორტყმული რაღაცა კრიმინალური ჯგუფით, რომელიც ნიღბებით დადის ქუჩაში და ახორციელებს მოქალაქეების ტერორს. ასე რომ მარგინალიზაციას ეხლა თუ მოახდენენ მარტო თავის მარგინალიზაციას მოახდენენ. და მე უფრო ამას ვიტყოდი არაადეკვატურობას, რაც არის უკვე აი აბსოლუტური ესეთი ხაზი გაყვება ამ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ქართულ ოცნებას, აბსოლუტური ხაზი გაყვება არაადეკვატურობის, ვერაფრის ვერ გაგების. ეს მოსალოდნელიც არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები არასდროს არ იყვნენ რეალურ პოლიტიკაში, საზოგადოებასთან დიალოგში არ იყვნენ. ეხლა როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და მთელ დასავლეთს უპირისპირდებიან, რაღაცა კომიკურად დასცინიან ბირთვული სახელმწიფოების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს, ეს ხო არაადეკვატურობა, ეს არ არის რაღაცა ეს არის მათი სტატიკური მდგომარეობა, აბსოლუტურად რაღაცა განსხვავებულ სამყაროში ცხოვრება, სადაც იგონებენ ტერმინებს, გლობალური რაღაცა ომის პარტია, კიდე რაღაცა ტერმინი გამოიგონეს, ამას წინათ აღარ მახსოვს რომელიღაცა კიდე ტერმინი. და ამ რეალობაში ცხოვრობენ. ეს არის არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ქმედებები. ეს ნაძვის ხეც რატომ გადაწყვიტეს რომ რაღაცა ესეთი ის არის რაღაცის სიმბოლოა, რომ რაღაცა თუ ანთებენ რა იქნება. აი სრულიად მოწყვეტილობა რეალობიდან. ეს არის საფირმო ნიშანი უკვე აი ამ დაჯგუფების.